შეხედეთ უბრალოდ ეხლა სად ვიმყოფებით, უბრალოდ ეს რავიმე მე ვფიქრობ ჩვენთვის ერთ-ერთი ოცნების ახდენასავით არის, იმიტომ რომ აგი ეხლა ვიმყოფებით ჩვენი უმშვენიერესი მანქანებით და უკან არის ჩვენი გზაური, რომელიც აგვიძღება ლას-ვეგასში, ასევე დავამატებთ აქ, რომ ახალი დანამატები იყოს ჩვენს კოლექციაში, რომელიც არ აგვიმხელია და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო თქვენგან, რომ იყიდეთ ერთი G-კლასიცო და ეგ მოთხოვნა აგისრულეთ რა. მაგრამ ეხლა უცებ რო თქვათ, მოკლედ რა ხდება. ჩვენ ერთ-ერთი სხვა კომპანია რაც გაგვაჩნია, ესეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ partnerships ვაპირებთ აი ამ ჯეტების კომპანიასთან და ეხლა არის უბრალოდ ტესტრანი არის, ეგრე რო თქვათ, ანუ ჩვენ გვაინტერესებს როგორი გამოსვლება იქნება, სერვისი როგორი იქნება და როგორი სერვისი იქნება ამ ხალხისგან გამომდინარე და ამ ხალხისგან გამომდინარე ნახოთ როგორ სერვისს შემოგთავაზებენ და ამის მიხედვით შეიძლება პარტნიორშიპი გავაკეთოთ და რაც იმას ნიშნავს რომ მე და ჩემი ძმა შაკო უფრო მეც ვიმოგზაურებთ ჯეტები. რო თქვათ ეხა ცოტა თავი დავიდაბლოთ ეს არის ალბათ entry level-ი არის ეს ჯეტების ალბათ პატარა არის მაგრამ დღის ბოლოს მაინც private jet-ი არის და აგიწეს რაღაცა ყველაფერს იმაშება, ანუ როგორ რაღაცა იყო, იცი, პირდაპირ შემოვედით gate-დან და ეგრევე შემოგვს არანაირი რაღაცა გახდა, გინდა ფეხების ჩაცმა, გინდა არაფერი არ მოგიწევს. შენ პირველ საწვა მიეცი და შემოგიშვეს მანქანები ჩვენ მოყვანეს და ამებსაც ჩვენ დააპარკინგებე ვარ. ეხლა просто ფოტოებს გადავიღეთ, აგ ყავს ჩვენი კამერა ლეგენდა ადამიანი. და გავიწევ გეთქვა რომ მიოგზავნით ლას-ვეგასში, უცებ აქ ხალხს საქმეები გამოუჩნდა, დღესვე დავჯავშნეთ, ყველაფერი გავაკეთეთ და ფრენა არის ესე 30 წუთი ალბათ. არა, 55 წუთი. 55 წუთი არის ფრენა, გადავფრინებით და ნახავთ როგორი არის ჯეტით მოგზაურობა, კერძო ჯეტით მოგზაურობა ლას-ვეგასში. ნუ ეს ჩვენი ედიტორი გაუშვებს ეხა მაგარ ედიტებს ამ ადგილის 3 წამში 3, 2, 1. Shout out my label, that's me. I'm in this bitch with TB. I'm in this bitch with 4 tray. I just pulled up me a 8. Real nigga all in my face. 500 racks in my safe. 500 racks to the plug. What you know about showing love? What you know about pulling up? And building trucks. Make these bitches fall in love. All of my niggas put seatbelts on as well. We have 2 exits. Thank you so much. მაგარი ჯიგარი ძმა იყო. ყველაფერი აგვიხსნა. ამ რო შემოხდეს მაგ შემთხვევაში, მაგრამ იმედია ჩავალ ყველაფერი. მაგრამ ის თქვა ეხა მესაძი ვარ. წეგან შაკო ის დამაში, მაგრამ მე დავასწარი, იმიტომ რომ ეს არის ანუ ეხა გავაკეთეთ research. რომ ეს არის თურმე ფლობელის ადგილი ყოველთვის ნაუყურებდეთ წინ კაბინას და ყოველთვის იხარ მარჯვენა მხარეს. იმიტომ რომ ფლობელი ყოველთვის მართალია რა. Owner is always right. ეგეთ თემაში არის ინგლისურად რო ვთქვა და აქ არის პულტი ყველაფერი მე ვაკონტროლებ ყველაფერს მოკლედ ხალხო არ ვიცი როგორ უნდა გავაკონტროლო. Oh bro, this is nice. Imagine like ერთი ორი სიტყვა მენეჯმენტისგან თუ შეიძლება. გამარჯობა. როგორ ხარ? აი ჩე? მეც კარგად შენ. მოგო Joy Beats, Mikvakar. We're flying a private jet and our pilots are really, really nice and it's really cute inside here. სიხარულისგანა ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ პირველად ვწვდით ესეთ რაღაცას და აი მართა გეუნები, აი წარმოუდგენელი რაღაცა არის რა ეს. კი, ბავშვობის ოცნება აგიხდა და ანუ იცით რა არის ყველაფერში მთავარი, რომ მანიფესტაცია გააკეთო, გახსოვთ? წინა ერთ-ერთი ვიდეოდან გიორა იძახდა. Las Vegas scared. ამჯერად ჯეტსია დამონდეთ ხალხთან და დაანახეთ. მოკლედ მე შემო ბერუ მიფიქრეთ რა და დავისახეთ ვიზად რომ ვიდეოს საკუთარი ჯეტი ვიშვათ მომავალში. შეიძლება სადაც რო შევდეს, მაგრამ ყოველთვის თავარი არის ადამიანის რომ დაისახო დიდი მიზნები და ლიმიტაცია არ იქცეს შენს თავს რა და ამიტომაც რამოდენიმე წელი ჩაუცილებლად გვეხმარება ჯეტი ჩვენ. ჯერ ვიყიდია, მაგრამ ყოველთვის ჯობია რომ სადო ანუ ნაბიჯი გადავდგით მაგი ფიზიკურად შეეხო ამას, იმიტომ რომ როცა ეხები საგანს ფიზიკურად უფრო მეტი мотиваცია გეძლევა და შენი გული გონება ყველაფერი მაგისკენ მიისწრებს რომ მაგ მიზანს მიაღწიო ეგ იყიდო რა. ამიტომაც ყოველთვის როცა შეგიძლიათ გაკეთეთ ესეთი რაღაცეები, ჩვენც ახლა ღმერთს მადლობა რომ შეიძლება გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთ რაღაცეები და თქვენ გაგიზიაროთ ეს ჩვენი გამოცდილება და ასევე მოგიწოდოთ იმის, რომ თქვენს გეგმებზე, უცნებზე არ დაყავთ ფარხმალი და ხელები არ ჩამოუშვათ, ეცადეთ და ყველაფერი გამოგივათ აუცილებლად. ეხლა როგორი შეგრძნება როცა აფრინდები პირდაპირ. ძალიან მაგარი შეგრძნება. აი რო არის, აი არ ვიცი ვარ და ძალიან მაგარი შეგრძნება არის რა. აი გაახედო ბოლოდ აი გარეთ როგორი რაღაცაა, აი
ჯეტის კომპანია გავიგეთ ერთი დიდი სიურპრიზი და ჩემს უკან ჩანთაში განახეთ თუ რა საჭმელი მოგვართვეს ამ კეთილმა ხალხმა. რას უნდა გაუშვა? აიქა. ნუ შემოგთავაზეს McDonald's-ი გინდაო, Burger King-ი გინდაო, რას გინდა ყველაფერია. მეთქი რა ის Burger King-ი აქ ხალხო. აი ამას შეხედეთ უბრალოდ. ხინკალი გავაძრეთ private jet-ზე, ამიტომაც ახლა მე და შაკო კარგად დავждებით და აი мама პაპურად ვიქეიფებთ. მარტო ხინკალი არა, აგერ აქ საცივიც გაგვიძრეს, ამიტომაც საცივიც არის მოიცა და ახლა საცივი რა არის? ბროწეულის გარეშე. ნუ აი ესე და მოიცათ, თავარი ისა. ღვინოს მოგვართვეს. ღვინო რო დააყოლო ხალხო ეს ყველაფერი მაგისტრის არის რა. ქინძმარაული მოგვართვეს. მოდი, ჩვენო მაყურებელო თქვენ გაგიმარჯოთ და 20-ების ასლობას გავუმარჯოს, მოდი. გაუმარჯოს. ამ კვირაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დავალება რაც უნდა შევასრულოთ არის ის რომ გამოვალინოთ ჩვენი TikTok-ის გამარჯვებულები, რადგან ძალიან ბევრმა ხალხმა ჩადო თავისი შრომა და ძალიან ბევრი კრეატივის დავინახეთ და მე მგონი რამდენი მილიონი ნახვა დააგროვა ჩვენმა ჰაშტაგმა 4.4 მილიონი ნახვა დააგროვა ჩვენმა ჰაშტაგმა. კი, Georgian Brothers ერთმა დააგროვა ამდენი ნახვა და ძალიან მიხარია რომ საქართველოში უკვე ის მყარდება რომ შეგიძლია ფული იშოვო ედიტებით და ასევე უკვე მოთხოვნადია ეს კლიპერები ესე რომ ვთქვათ და ამიტომაც როგორც დავთქვით 1300 ლარიანი გათამაშება გავაკეთეთ და მოკლედ მინდა გითხრათ უბრალოდ რომ 5 ადგილი გქონდა საპრიზოზე შერჩეული და ანუ ძალიან გაგვიჭირდა გამოგვევლინა გამარჯვებული ყველა ძალიან კარგი ნამუშევარი იყო ნამდვილად და ძალიან ბევრი შრომა იყო ჩადებული ძალიან ბევრ ვიდეოში დიდი ხანი დავხარჯეთ იმისთვის რომ გამოგვევლინა საუკეთესო ნაშრომი განა იმიდან რომ ვისმეტი ლაიქი ნაყურები ქონდა ანუ ნახვა ქონდა არამედ იმისგან თუ რამდენად ანუ გამორჩეული კრეატიული იქნებოდა რა იმიტომ რომ ანუ მაგას ვაძლევთ ჩვენ და არა იმას რომ ვის შეიძლება მეტი ნახვა და მეტი ლაიქი დაეგრო იმიტომ რომ აქ იყო რამოდენიმე გვერდი რომელმაც უბრალოდ გადააკოპირა ჩვენი ვიდეოები და მაგის და მიხედვით უბრალოდ ბევრი ნახვები დააგროვეს რაც შეგიძლია გაკეთოთ მაგრამ უბრალოდ ჩვენ არ ვეძებთ მაგას ეხლა ამჯერად ასევე ისიც მინდა გითხრათ რომ ყველა ვიდეოს უყურეთ სათითაოდ იმიტომ რომ ჩემი და შაკოს გარდა კიდევ ყავს ჩვენი პატარა გუნდი რომელიც დაგვეხმარა რომ სათითაოდ ყველა ვიდეო გვენახა პირადად მე და შაკოს და რამოდენიმე ჯერმე ვნახეთ რამოდენიმე ვიდეო და ამიტომ არ გეგონოთ იმას რომ თქვენი ვიდეო არ გვაქვს ნანახი ან გამოგჩა ყველას უყურეთ უბრალოდ ჩვენი გადმოსახედით შეიძლება ყველა სხვა აზრი ქონდეს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედით ეს გავიდა პირველ 5 ადგილზე, მაგრამ იმდენად კრეატიული იყო ზოგი ვიდეო, რომ გვინდა რომ მე-6 ადგილის გამოვალინოთ, უბრალოდ ბონუსად მივცეთ, ესე რომ ვთქვათ, დამატებით 200 ლარი კრეატიულობაში რა, ამიტომ იქნება სულ 6 საპრიზო ადგილი და მოდი დავიწყოთ მე-6 ადგილით. მე-6 ადგილზე მინდა გავიყვანო ბონუს ადგილზე ეს TikTok-ი, რომელიც არის გაკეთებული ყაველას მიერ, ეს ვიდეო არის უბრალოდ ბავშვი რომ პრეზენტაციას აკეთებს ჩვენზე, რაც ძალიან დიდი მადლობლები ვართ, რომ ბავშვები ჩვენზე პრეზენტაციას აკეთებენ და მასწავლებლებს აძლევენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან გვიხარია რომ ესე რომ ვთქვათ მაგალითად მოვყავართ ჩვენ რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან დასაფასებელია და არ მოვალოდე გულწრფელად ვთქვა ესეთ რაღაცას. მე-5 ადგილზე ჩვენ გავიყვანეთ კიდევ ერთი კრეატიული ვიდეო, რომელიც იყო გაკეთებული ამატერას და ვარდის ლოგო აქვს. ეს იყო, აგერ როგორც ხედავთ ახლა ამ ვიდეოში, ამ ბავშვის კრეატიული ედიტი კრეატიულობას იმაში ხედავ მე რა რომ მიგაბა ჰუკი გააკეთა და მიგაბა ანუ ეკრანთან რომ გეყვებინა რა მოხდება რა გაოცებული დავჭი ძალიან მაგარი ჰუკი იყო და მე თავს ჩავეძიე და უყურე ვიდეოს რა მომდე ამიტომაც ამ ადამიანს გადაეცემა 250 ლარი ჩვენგან მე-4 ადგილზე ჩვენ გავიყვანეთ ესეთი ადამიანი მიშო იქნება ხო სახელად მიშომ ძალიან ბევრი შემაჩადო ძალიან ბევრი ჩვენი ვიდეოდან ძალიან ბევრი ვიდეო ამოჭრა და აედიტა რამაც ძალიან გაგვახარა რა და მაგიტომაც მიშოს ვფიქრობთ რომ ისე ანუ ედიტები ისეთი აიყო როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ შრომის გამო რაც ჩადო მიშომ შრომაც გააკეთა მაგის გამო გვინდა დაუფასოთ და გავიყვანოთ მიშო მე-4 ადგილზე მესამეზე ჩვენ გავიყვანეთ Luck Show 411 თავისი კრეატიულობის გამო ძალიან ჩვეულებრივი ანუ წნარი ედიტი იყო რამაც ძალიან მოგხიბლა ჩვენ ამის შემდეგ გადავდივართ ახლა top 2-ში, რაც ძალიან მართლმსაჯელი იყო და მეორე ადგილზე დავიყვანეთ ჩვენ TikTok-ის აკაუნტი ლუკა, რომელსაც ქნა ალბათ ერთ-ერთი საკუთო ვიდეო, ჩვენს და ჩვენ გულსაც გაგვიჭირდა გამარჯვებულის არჩევა. ისეთი კრეატიული ვიდეოები იყო მართლაც ამ სულ ყველა, მაგრამ ეს პირველი და ნომერი მეორე განსაკუთრებული საკუთო ვიდეო იყო. ამ ვიდეოში ის დავაფასე რომ სკილები იყო ძალიან მაგრა გამოყენებული და ტრანზიშენები ძალიან კარგად იყო გაკეთებული. ძალიან ლამაზი ვიდეო იყო და ამის გამო
შენ გამოგეცემა კუთვნილი 800 ლარი და დადგა ის მომენტი, როცა გამოვარუნოთ საუკეთესო ედიტი, ვინც გააკეთა და ჩვენი ხედვით ვფიქრობთ, რომ ვინც ყველაზე კარგი ნამუშევარი დადო და სახელად ეს ადამიანი არის 3% motivation. ანუ აი ამ ვიდეოში ხა თქვენსაც უყურებთ, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანმა ადგა თლიან ჩვენი ვიდეოები უყურა, შეისწავლა ვინ ვართ, რა ვართ და ამის შემდეგ გააკეთა ძალიან მაგარი ედიტი, იმიტომ რომ ამ ვიდეოს რო უყურებ ადამიანი, ვფიქრობ, რომ ანუ რომც არ იცოდე ვინ ვართ, აი ამ ვიდეოს შემდეგ ეგრევე იცი უკვე ვინ ვართ. ისე კარგად ჩააქსოვა ყველაფერი და ისე კარგი მუსიკაც შეარჩია და ტრანზიშენებიც ყველაფერი ისეთი კარგი იყო, რომ აი უბრალოდ ამ ადამიანისთვის უნდა მიგვეცა ეს კუთვნილი ჯილდო, იმიტომ რომ ბევრი ხალხს ვანახეთ ეს ვიდეო და ყველამ თქვა, რომ ეს ვიდეო იმსახურებდა აუცილებლად პირველ ადგილს. ამიტომაც გილოცავ და გამოგეცემა შენი კუთვნილი 1200 ლარი. ძალიან დიდი მადლობა ყველას გათამაშებაში, მონაწილეობაში. აუცილებლად მომავალში კიდე გავაკეთებ ესეთ რაღაცეებს, უბრალოდ ამჯერად ჩვენ ტესტავით რაღაცეებს. 3000 ლარი როგორც გავიგეთ ჩვენ ყველაზე დიდი გათამაშება ყოფილა აქამდე კლიპერებს შორის, მაგრამ ჯერ სათხართ. ჩვენ უბრალოდ ეხლა ვიწყებთ. თქვენი გაფრჩება აღება თავიდან, ჩვენ ეხლა ვიწყებთ. საათსად დავაშვებთ ეხლა ლას-ვეგასში. კი, ძალიან მოკლე ფრენა იყო და ისევ რომ მინდა რომ გაგზავნოს კიდე ცოტა დიდი ხანი რომ ეს ისეთი განსხვავებული გამოცდა, ანუ გამოცდილებაა, რომ ანუ დაშვება არ გინდა რა. დაშვება არ გინდა, ისეთი კომფორტულია რა. ხო ხტები სხვა ანუ ჩოლო ფრენებზე ანუ ოღონდ ძირს დაეშვა. გააღწიო. აქ ვერც კი მივხვდი რა ხდება, მე თავი მეგონა რაღაც მანქანით მიდიოდი რაღაც ძღოლს მივყავდი რაღაცეები. არა, აი ზოგადად რო შეადო ვაფშე სუსხანარი შეგზნება არის რა და საერთოდ სუსხანარი. აი როგორ რაღაცას მანიფესტაციებიც, აი იმ დონეზე მივიდეთ ჩვენ, რომ აი ეს უკვე გახდა ჩვენს რეგულარული ამბავი რა. აი ეგ დონეზე მინდა რომ მივიდე, რომ აი აღარ გვიკვირდეს ისეთი რაღაცა. ეხა უბრალოდ გაოცებულები ვართ ორივე და მინდა რომ იმდენჯერ გავაკეთო და აი ხა ამის მერე ისეთი мотиваცია მომეცა ეხა. აი არ ვიცი, მართლა თავს გადავდგო ისე ვარ, ხოას გადადგავა რა. ხო, ეხა პროსტო ვეგაში ჩავდივართ, რაღაც პატარა საქმე გვაქვს და მერე მივდივართ საჭმელად, სადაც ჩვენ გვიყვარს გორდონემზის ადგილზე, იმიტომ რომ აი მაგ რესტორანზე გიждდებით უბრალოდ. ძალიან მაგარი ისე, როცა აი კერძო თვითმფრინავი იყო, შეგიძლია ეგრე ადგე, გორდონემზე თუ გევასება, გადმოფრინდე ვეგაში. დააყენო შენ თვითმფრინავი 1 საათ ნახევარი, წახვიდე და უკან სახლში. ძალიან მაგარი რაღაც. დაჟე ამას რაღაცაზე უარს არც ვიტყოდი. მომეწონა უკვე შემიყვარდა. რა ის 3.4 მილიონი ის არა? 4-დან 5 მილიონი ეღირება ეს, ხო? ძალიან მაგარი. დაჟე ვფიქრობდით რომ რამოდენიმე ხალხი წამოვიყვანოთ მეთქი, მაგრამ ანუ უბრალოდ ადგილი პატარა არის, სამკაციანი ჯეტი არის, კომფორტულად რა. აი 6 ადგილი არის, მაგრამ ეს როგორი რაღაცა იცი, ანუ რო გაიჭირო სამე რომ მიდოდე, მაგ შემთხვევაში შეგიძლია ჩაატიო. უბრალოდ იოცნებთ ხალხო და თქვენ მიზამესის იბრძოლოთ. არა, იოცნებონ, მაგრამ თავარი არის რომ იმუშაონ მაგ იოცნებებს. და ნაბიჯები გაადგან. ნაბიჯი თუ რა გაადგი, ისე ვერაფერს მიაღწევ. ყოველი წარუმატებელი ნაბიჯი დასწავლი აყვეთილი არის და იმახსოვრეთ. იმასაც დავამატებთ ეხლა რომ აი ეს ვიდეო ანუ არ ვაკეთებთ იმის გამო რომ ჩვენ რაღაცა გავიფლექსაოთ და რაღაც დაგანახოთ რომ აი მე ეს არის ჩვენსაც мотиваცია არის. ხო ანუ ეს мотиваცია მეძება მე საკუთარი თავიდან მინდა რომ ჩვენი გამოცდება გაგიზიაროთ რომ აი თქვენც იგივე мотиваცია მოგეცეთ და რავიმე არ საკუთარი შრომით მიაღწიოთ იმას რაც გინდათ. იმიტომ რომ ჩვენც ეხლა საფეხუროს გავდივართ რომ აქამდე მივიდეთ და გვინდა განახოთ რა საფეხუროს გავდივართ რომ აქამდე აქ ზუსტად აქამდე მოვიდეთ. უბრალოდ ვიყიდოთ და აი ვეგაში ეხა ვეშვებით. ჩვენს манифестაციას ვაკეთებთ რომ აქ ამ თვითმფრინავში ვიყავით, ამ წუთას ამ ჯეტში ვიყოფებით. და ესეა ხალხო რა ყოველთვის манифестაცია გააკეთეთ და ყველაფერი აგისრულდებათ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ რა. დავაშვით, ძალიან კარგი ხალხი იყვნენ. რა თქმა უნდა, ტიპი დაუტოვეთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოგემსახურენ და უნდა დააფასო ეს ყველაფერი და არის ახლა ამათთან ურთიერთობა სად შეიძლება წავიდეს. აი ეხლა მართლა არიცი, აი ვის შეხვდები აქ? ხან კონორ მაგრეგორი დადიოდა აქა, ხან დიკაბრიო, რა იცი ვინ იქნება რა. ხან შაკო ხიზანიშვილი. ეს ჯორჯენ ბრადერსი დადის აქ. მაგრამ აი ესეთი რა, დოკია ესეთი პარკინგი ეტების. ფული თუ გაყავ, შემოხვალა. ჩემი საყვარელი ბიფ ველინგტონი მოვიდა, ამის გამოც ჩამოვედეთ, ეს მიზეზი იყო. ამიტომ არის რომ კარგი ჩეინჯ ჯეტი ყავდეს. ჩამოხვალ შეჭრა ხოლმე უკან და ეგა რა მეტი არა. სიმარტივია. გამოვედეთ ახლა Hell's Kitchen-დან აქ რაც არის. მე მგონი ეს არის დასასრული ჩვენი ვიდეოს, მაგრამ უბრალოდ იმას ვიტყვი რომ ხალხო
ოდესღაც თუ მოგეცემა შანსი რომ წახვიდე კერძო თვითმფრინავზე ვიმესიანეთ და აუცილებლად აიღე ეს შანსი, იმიტომ რომ ჩვენმა კამერამენმა კონომ გამაზა ეს შანსი და ალბათ ვეჭორი ნანობს, მაგრამ უბრალოდ პერსონალური მიზეზების გამო ვერ წამოვიდა რა. და უბრალოდ მინდა თქვა რომ აი ეხა რო ვიმგზავრეთ ჩვენ ამ კერძო თვითმფრინავზე, უბრალოდ სხვანაირი ხედვა მოხსა ზოგადად, აი რატომ არის მაგარი კერძო თვითმფრინავი რომ ყავდეს რა, იმიტომ რომ შეგიძლია გაჩერდე, საჭმელი ჭამო და უცებ ნიუ-იორკში გინდა გადასვლა, ეგრევე წახვიდე 10 წუთში, ჩარჯდე ჯეტში და წახვიდე რა. არხი გამოიწერეთ, კომენტარები დაწერეთ და ყველაფერი კაი გაგეთ და გავაგებინეთ თქვენ რას ფიქრობთ. მადლობა ყველას ყურებისთვის.